არსებობს მოსაზრება, რომ სახლის აშენება უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე ბინის ყიდვა. Თავაზობთ ხარჯებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სახლის აშენებამდე. სახლის ასაშენებლად ყველაზე დიდი მოთხოვნა 300-500 კვადრატული მეტრის ფართის მიწებზეა. ფასი დედაქალაქის მასშტაბით განსხვავებულია, დიდ დიღომში, გლდანსა და მუხიანში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება $150 შეადგენს. ხოლო ფართო ცენტრში და ცენტრში ხშირად ფასი $400-500 აღემატება. აქედან გამომდინარე, მაგალითად, თბილისის გარეუბანში 300 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის შეძენა დაახლოებით $45,000 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ. ორსართულიანი 100-150 კვადრატული მეტრის ფართის სახლის აშენებას საშუალოდ 6-9 თვე სჭირდება. რემონტის ფასები 1 კვადრატულ მეტრზე შავი კარკასის კონდიცით $200-250-ია, თეთრი შემთხვევაში კი $300-დან $400-მდე მერყეობს. საბოლოო ჯამში, თუ ავიღებთ გარეუბანში 300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე 120 კვადრატული მეტრის ფართობის სახლის ხარჯებს თეთრი კარკასის მდგომარეობით დაახლოებით $85,000 ამერიკული დოლარი გამოგივათ. ამას დაემატება შემდგომში სახლის რემონტისა და ავეჯის ხარჯები, რაც $100,000 გადააჭარბებს. საბოლოო ჯამში, თუ ავიღებთ გარეუბანში 300 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე 120 კვადრატული მეტრის ფართის სახლის ხარჯებს თეთრი კარკასის მდგომარეობით დაახლოებით $85,000 ამერიკული დოლარი გამოვა. ამას დაემატება შემდგომში სახლის რემონტისა და ავეჯის ხარჯები, რაც $100,000 გადააჭარბებს.